საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემა არის ავთანდილის ანდერძი. ალბათ ძალიან ძნელია ისეთი სიტყვების მოძებნა, რომელიც სრულად გამოხატავს დიდებულებას ამ თავისას. ქართველთა თაობები აღიზარდნენ ამ სტრიქონებზე, ამ ფიქრზე, ამ განწყობაზე და თავისთავად ცხადია, რომ ჩვენც უნდა შევისწავლოთ ვეფხისტყაოსნის ეს შესანიშნავი თავი, შევიგრძნოთ ის დიდი სიბრძნე, რაც დევს ამ თავში და ვეცადოთ, რომ არა მხოლოდ ვიცოდეთ ის, რაც აქ წერია, არამედ ვისურვოთ, რომ ეს ფიქრი გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების კრედოდ და რწამსად. აი მაშინ ექნება დიდი გამართლება ამ მართლაც შესანიშნავი წიგნის წაკითხვას. ახლა მოდი თვითონ ტექსტს დავეწაფოთ, წავიკითხოთ, შევეცადოთ, გავიგოთ, რა წერია აქ. უნდა გითხრათ, რომ მხოლოდ ერთი გაკვეთილით ამას ვერავინ შეძლებს. დღეს მე ვეცდები ზოგადად მოგახსენოთ ის, რაზეც უნდა ჩვენ ყურადღება გავამახვილოთ და მე ალბათ ადამიანის მთელი ცხოვრება არის საჭირო, რომ ყველაფერს კარგად ჩავწვდეთ, ყველა სიტყვის ღრმა და დაფარული ზოგჯერ მნიშვნელობა კარგად აღვიქვათ და გავაცნობიეროთ. ჯერ გავიხსენოთ, რა სიტუაციაში იწერება ავთანდილის ანდერძი. ძიმე დღეშია ავთანდილი. ის იძულებულია გაიპაროს არაბეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მეფე როსტევანი, რა თქმა უნდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება. მთელი 3 წელიწადი არ იყო ავთანდილი არაბეთში თინათინის დავალებით ეძებდა უცხო მოყმეს. თუმცა არც ეს გაუმხელია მას როსტევანისთვის და უთხრა თავის დროზე, რომ თინათინი რომ გამეფდა, არ იფიქროს არავინ ჩვენმა მტერმოყვარემ, რომ არაბეთი შეიძლება დაასუსტდეს ამის გამო, რაკიღა ქალი გამეფთაო და ამიტომ მე წავალ და ყველას ვაგრძნობინებ, რომ არაბეთი ისევ ძლიერი სახელმწიფოა და მისი მორჩილება მართებს ყველას როგორც ადრე. მაგრამ ამის შემდეგ ის მობრუნდა უკან და ახლა კვლავ უნდა წავიდეს. არანაირი ხელჩასაჭიდი, გამამართლებელი საბუთი საამისოდ მას არ აქვს. ამიტომ ის იძულებულია გაიპაროს. და ანდერძი, რომელსაც ის უტოვებს როსტევან მეფეს, სწორედ იმისთვის დაიწერა, რომ აუხსნას თავის პატრონსა და თავის საყვარელ ხელმწიფეს ავთანდილმა, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი. ანდერძი არის ადამიანის ნება, რომელიც აუცილებლად უნდა ახსრულდეს. ახლა ის ძირითადად თანამედროვე დროს ქონებრივ ვითარებას გამოხატავს და ასახავს, მაგრამ ძველად ის გამოხატავდა არა მხოლოდ ამ მომენტს, რაც უკვე მოგახსენეთ, არამედ ერთგვარ დარიგებას, შეგონებას, ზოგჯერ დამოძღვრასაც და საკუთარი შეხედულებების წარმოჩენასაც. დაჯდა წერა ანდერძისა საბრალოსა საუბრისად. რა თქმა უნდა, ეს შესაბრალისი საუბარია, იმიტომ რომ ავთანდილის მდგომარეობა, როდესაც ის ამ ანდერძს წერს, თლად კარგი, თლად სასიხარულო არ არის. ჰე მეფეო, გავიპარვი ძებნა ჩემგან საძებრისად, ვერ დავდგები შეუყრელად ჩემთა ცეცხლთა მომდებრისად. ვინ მოსდო ცეცხლი ავთანდილს? ტარიელი იგულისხმება ამ შემთხვევაში, მის დასახმარებლად მიდის სწორედ. შემინდევდა წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად. აი როგორც ღვთაებრივი მოწყალება, ისე გამატანე შენი დალოცვა ამ დიდ და სახიფათო გზაზეო. ევედრება როსტევან მეფეს ავთანდილი, მისი აღზრდილი. თავიდანვე ეუბნება ანდერძში როსტევან მეფეს ავთანდილი, რომ მას იმედი აქვს, რომ როსტევანი ამას ყველაფერს შესაფერისად და შესაბამისად აღიქვამს და გაუგებს თავის
აღზრდილს. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ ამა ჩემსა გაზრახულსა, კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა. როგორ შეიძლება ავად მოიხსენიო ადამიანი, რომელიც თავის გაწირვისთვის არის მზად მოყვასისთვის, თავისი მეგობრისთვისო. მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორ პირობა ავნებს ხორცსა, მერმესულსა. პლატონი ახსენა ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-5 საუკუნეების უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსი, საქართველოში დიდად პოპულარული მოაზროვნე ავთანდილმა და დაიმოწმა მისი სიტყვები, რომ სიცრუე, ორპირობა, ღალატი ჯერ ხორცს ავნებსო და გვერდით რას ამბობს, ჯერ აქაურ წუთისოფლურ ცხოვრებას არ შეესაბამება, ცუდად გამოავლენს, ცუდად მიესადაგება და მერე უკვე სულიერი ცხოვრებისთვის, სულისთვისაც, მარადისობისთვისაც კი კარგი საგზალი ეს არ არისო. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა, უბედურება იგულისხმება. მე რად გავწირო მოყვარე ძმა უმტკიცესი ძმობისა. ამის შემდეგ მოდის ორი სტრიქონი, რომელიც სულ უნდა გვახსოვდეს მე და თქვენ და ყველას. არავიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. ნახეთ რას ამბობს? თუ მე არ ვიცხოვრე იმის მიხედვით, რაც მისწავლია, რაც მინდა მაშინ იმის ცოდნა, რაც წიგნებში ამომიკითხავს, რაც ბრძენი ადამიანებისაგან მომისმენია. რაც მინდა მე რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი ცოდნა ერთმანეთისაგან განცალკევებული იყოს და სხვადასხვა გზით დადიოდეს ამ წუთისოფელში. ნახეთ რას ამბობს? არავიქ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, თუ არ გავაკეთე ის, რაც მითხრეს რომ კარგია, თუ არ ვიცხოვრე მე იმ პრინციპების მიხედვით, რაც მისწავლია და რაც გამითავისებია, მაშინ ამას რა აზრი აქვს? მით ვისწავლებით, იმიტომ ვსწავლობთ, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. ზესთ მწყობრთა წყობა არის ანგელოზთა დასები, 9 დასია ანგელოზების. აი მას უნდა შეუერთდეს ადამიანი. იმიტომ სწავლობს ადამიანი, რომ ამის შესაბამისად იცხოვროს, ღვთისგან დადგენილ წესრიგს შეიმეცნებდეს და ამ წესრიგში ჩაერთოს ამ ცოდნის შესაბამისად. აი რა არის უმთავრესი ამოცანა. რათ უნდა ავთანდილს იმის ცოდნა, რომ ადამიანს მოყვასი უნდა უყვარდეს, თუ ტარიელს უღალატებს. თუ იმ ფიცს დაარღვევს, რაც მისცა ტარიელს, იმ დაპირებას დაარღვევს, რომ უთხრა, აგერ დავბრუნდები მე რამდენიმე ხანში, შეგეწევი, გიშველი, ვეცდები, რომ ბედნიერებას გაწიო. სიყვარული ვახსენეთ და აი ლოგიკამაც მე-4 სტროფში სწორედ ეს სიტყვა მოატანინა რუსთველს. წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი, რა გვარ წერენ, ვით იტყვიან, ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ, სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამა ჟღერენ, შენ არ ჯერ ხარ უსწავლელნი კაცნი, ვით მცა შევაჯერენ. პავლე მოციქული ყავს მხედველობაში, რომელმაც დაწერა სიყვარულის აპოლოგია, სიყვარული ღმერთია თვითონ. და თუ შენ სიყვარულთან წილნაყარი არ ახარ, მაშინ ვინ ახარ შენ? მაშინ შენ არც ღვთის ხატება და მსგავსება არ ახარ. ესე იგი შენ ნამდვილი ჭეშმარიტი ადამიანური ბუნების მქონე ადამიანი არ ახარ. და ბოლოს ეუბნება, შენ თუ არ გაიგე ეს ასეთმა ბრძენმა კაცმა, სხვას ვის გავაგებინო, ვის შევაგნებინო ეს რომ ჩემი საქციელი ამ წუთას სწორედ ღვთის გზის გააზრება და ამ გზაზე დადგომა არისო. ამის შემდეგ თავისთავად ცხადია უკვე მოდის ღმერთის სახება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ღმერთისგან მოდის ადამიანში. ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად, ვინ არს ძალი უხილავი შემწეთ ყოვლთა მიწიერთად, ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად, იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. ამის შემდეგ ამბობს ავთანდილი, რომ
ადამიანის ძალისხმევა მხოლოდ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მიზანს ეწიო. თუ არ იქნება ღვთის შეწევნაც, იმიტომ რომ ღმერთს რაც არ უნდა, არაფერი არ გამოვა. რაც ღმერთს არას წადდეს, არა საქმე არ იქმნების ამ დროს, ამბობს ავთანდილი. და ბუნებრივია, რომ სწორედ ამ განცდით დაადგება ის გზას. თუ ადამიანს არ აქვს ღვთის შეწევნის განცდა, ისე მისი საქმე წაგებულია. არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა, არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა, წესი არის მამაცისა მოჭირვება ჭირთა თმენა, არ ვის ძალუც ხორციელთა განგებისა გარდავლენა. ძველ ბერძნებს ძალიან უყვარდათ სიტყვა ბედისწერა. მოირა, ასეთი მოირები იყვნენ, ასეთი ქალღმერთები, ბედისწერის. ზევსსაც კი ეშინოდა მათი ღმერთთა შორის, ოლიმპიელ ღმერთთა შორის უპირველესს. მაგრამ ქრისტიანული წარმოდგენა, ქრისტიანული რწმენა და რელიგია ვერ დაუშვებდა იმას, რომ რაღაც ცნება გინდა უპიროვნო და გინდა პიროვნული ყოფილიყო სამპიროვან ღმერთზე მაღლა მდგომი. ასეთი რამე არ არსებობს. სამპიროვანი ერთ არსება ღმერთი, ქრისტიანული ღმერთი, ყველაფერზე მაღლა დგას, ყველაფრის განსაზღვრელი თვითონ არის, ამიტომ მისი ნება სახელდებულია ვეფხის წყალოსანში განგებად, არ ვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა და ამას იმიტომ ახსენებს ავთანდილი, რომ რაც ღვთის ნებიდან მომდინარეობს, ის აღსრულდება და ამას უნდა შეეგუოს ყველა ადამიანი. თუმცა თვითონ უნდა, რა თქმა უნდა, ეცადოს, რომ მიაღწიოს იმას, რაც არის მისი ცხოვრების მიზანი. როგორც ერთგან წერია ვეფხის წყალოსანში, ბედი ცდა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს, მოცაქ ხვდების. ანუ შენ უნდა იღვაწო, უნდა გაისარჯო, უნდა იმოქმედო იმისთვის, რომ შენ მიზანს მიაღწიო. ამ შემთხვევაში თუ ღმერთისგან ეს დაშვებულია, შენ მიზანს მიაღწევ. თორე ისე როგორც წეღანას ვთქვით, რაც ღმერთს არას წადდეს, არა საქმე არ იქმნების. ამის შემდეგ ძალიან საინტერესო მომენტია, მეფეო ესე თათბირი მომკალ ვინ დამიწუნოსა იწყებს ამ სტროფს. ავთანდილი ასე და ბოლოს ამბობს, ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა, პირისპირ მარცხენს ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. დიდი რწმენა აქვს ვეფხის წყალოსნის გმირებს, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ პიროვნულ ვინაობას ინარჩუნებს, პიროვნულ არსებას ინარჩუნებს. იქ შემარცხენსო, ახლა რომ ვუღალატო იქ საიქიოში, მიღმა სოფელში, ზესტა სოფელში შემარცხენს ტარიელიო, ამას უფრთხის, როგორი ზნეობა აქვს ამათ. არა მხოლოდ საამქვეყნო, რომ აქ შეიძლება რაღაცამ შეგარცხინოს, არამედ ამაზე უწინარეს და ამაზე უფრო მეტად საიმქვეყნო ზნეობა არსებობს. ზნეობა მარადიულია. არ არსებობს მხოლოდ წუთისოფლური ზნეობა. ამის შემდეგ ავთანდილი ახსენებს ორ უმთავრეს რამეს. ერთს პირდაპირ ახსენებს და მეორე ჩვეუნა ვიგულისხმოთ. სახელის მოხვეჭაზე ლაპარაკობს. რა უარეა მამაცსა ომშიგან პირის მხმეჭელსა, შემდრკალსა შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა. რა არის უარესი კაცზე, მამაკაცზე, რომელიც უფრთხის სულ სიკვდილს. სიკვდილი რომ არსებობს, ყველამ ვიცით, მაგრამ რაინდის ღირსება, ადამიანის პიროვნული ღირსება ის არის, რომ სიკვდილს თვალებში შეხედო, თვალები გაუსწორო და შეგეძლოს და ამისი უფლება შენ გქონდეს შენი ცხოვრებით. კაცი ჯაბანი რითა სჯობს, დიაცსა ქსლისა მეჭველსა, სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა. სახელი და ღირსება, აი რა არის ფუნდამენტი ადამიანის რაინდული ბუნებისა, უდიდესი, უპირველესი რაინდთაგანია სწორედ ავთანდილი და ამიტომ ამბობს ამ სიტყვებს. ბოლოს იმასაც ამბობს, ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერც საკლდოვანი. აი დადგა სიკვდილზე დაფიქრების ჟამიც. როდესაც ასეთ სახიფათო გზას დაადგება ადამიანი, მან უნდა იცოდეს, რომ სიკვდილი არსებობს, რომ სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება იყოს ჩასაფრებული, მაგრამ შემდრკალი და შეშინებული კი არ უნდა უყურებდეს ამ საშიშროებას, ამ განსაცდელს, ამ მოსალოდნელობას თუ გნებავთ, არამედ უნდა უყურებდეს რაინდის ღირსებით. სჯობს სიცოცხლესა, ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი. ესაფორიზმი იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნებაც და საუკუნოვანი
მიზანიც. ამიტომ ვახსენეთ ჩვენ წეღა რომ ვეფხისტყაოსანი არა მხოლოდ უბრალოდ უნდა წავიკითხოთ როგორც ერთი მხატვრული ნაწარმოები, არამედ ეს სიტყვები, რომელიც გვეძვირფასება ჩვენ და ეძვირფასებოდა ჩვენ მამას და პაპებს და პაპის პაპას კიდევ ასევე ეძვირფასებოდეს ჩვენს შთამომავლობას, ჩვენს შვილებს, ყოველ თქვენგანს. გარდაუვალია ის, რომ ადამიანი უნდა წავიდეს. როდის დადგება ეს დღე, დაბადების დღესავით ადამიანმა არ იცის. თუ საწუთრო მან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოუკვდე ღარიბად ვერ დამიტიროს მშობელმან, ღარიბი ყარიბი აქ მოგზაურს ნიშნავს და არა უქონელს. ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე მობელმან. აქ უნდა შევნიშნოთ მოკლედ, რომ რუსთველს ძალიან უყვარს ნარნარა ბგერებზე აგებული ალიტერაცია. ნარნარა ბგერები რომელია იცით? մ, н, р და л. ერთი სიტყვით შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ეს მინერალი м, н, р, л. ძალიან ხშირად რუსთველი აი ამ ჰარმონიას იყენებს ხოლმე, ამ თანხმოვნების განმეორებით ქმნის მართლაც განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს. და კიდევ ერთი სტროფი, რომელიც ჩვენ უნდა ვახსენოთ, ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულმხურვალები, დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები. კი გავერიდები ამ წუთის სოფელს, მაგრამ სხვაგვარად არანაირად არ შევიცვლებიო. აი კიდევ ერთხელ ამბობს ავთანდილი იმას, რა ძალიან მნიშვნელოვანია მორწმუნე კაცისთვის. პიროვნება არ იცვლება. გარდაცვალება არ ნიშნავს პიროვნულ გაქრობას, პიროვნული მეს გაქრობას, როგორი ღირსება აქვს ავთანდილს, საკუთარი პიროვნული მეს, როგორი დიდებული განცდა აქვს, პირდაპირ აცხადებს ამას ანდერძში. და სულ ბოლოს, რაც მე მინდა გითხრათ, ეს ის არის, რომ ავთანდილი მიუხედავად იმისა, რომ მიდის და არ იცის უკან დაბრუნდება თუ არა, ძალიან სახიფათო გზას ადგას, მაინც არ ავიწყდება შერმადინი. თავისი მეგობარი, თავისი თანა შეზრდილი და შეავედრებს შერმადინს როსტევან მეფეს. აი ნამდვილად ღირსეული ადამიანის საქციელი, რომელიც ფიქრობს, საუბრობს და მოქმედებს, არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, არამედ არასდროს არც ერთ წამს, ყველაზე მნიშვნელოვან წამსაც კი არ ავიწყდება მოყვასი, იმიტომ რომ მოყვასის სიყვარული სწორედ ეს არის ის, რითაც ადამიანი გრძნობს, რომ ის ღვთის შექმნილია და ის ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილია. ბევრი რამ ვთქვით ავთანდილის ანდერძზე, იქნებ ბევრი რამ და იქნებ კი არა ნამდვილად ბევრი რამ უთქმელი დაგვრჩა, მე იმედი მაქვს, რომ თქვენ წაიკითხავთ, თითოეულ სტრიქონს ჩავღრმავდებით, წაიკითხავთ ნოდარ ნათაძის მიერ გამოცემულ სასკოლო სახელმძღვანელოსა და კომენტარებს, რაც აქ არის მოცემული და კიდევ უფრო გაიმდიდრებთ თქვენს ცოდნას ავთანდილის ანდერძის შესახებ. ერთი თხოვნა მაქვს კიდევ. ერთხელ წაკითხვა, ორჯერ და სამჯერ წაკითხვა არ შველის ავთანდილის ანდერძს, იმდენად ღრმა და იმდენად დიდებული სტრიქონებია აქ. წავიკითხოთ ხანდახან, მიუბრუნდეთ ხოლმე ავთანდილის ანდერძს, ვიგრძნოთ, რას ნიშნავს ადამიანის ბუნების დიდებულება. დიდი მადლობა.